პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის. ამის შესახებ არსენ ხუნაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ორგანიზება ბრალდებულების მობილური ტელეფონიდან უნდა დადგინდეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. გაგზავნამდე კი მობილური ტელეფონები თავად არ დაუთვალიერებია. სასამართლო პროცესზე მან ადვოკატების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის გიორგი ტერიშვილის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ტერიშვილის ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერი ანძებიდან არ გამოუთხოვია. ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ კი მოწმეს კითხა აქვს თუ არა მას რაიმე მტკიცებულება, რომელიც თეთრაშვილის ორგანიზატორებთან კავშირს ადასტურებს. მოწმის თქმით, ეს ტელეფონის ექსპერტიზით უნდა დადგინდეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოწმეს მოუწოდა, რომ იგივე კითხვაზე სხვა დაკავებულების კონტექსტშიც ეპასუხა. არსენ ხუნაშვილის თქმით, არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. მისი განმარტებით, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. აგრეთვე დააზუსტა, რომ ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს. დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმაც, როგორც პატიმრობაში მყოფმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ თქვა, სულ უფრო ხშირად მისდის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოდიშის მოხდის შემთხვევაში შეიწყალებენ. მან ასევე დააკონკრეტა, რომ ეს ეხება სხვა ბრალდებულებსაც. ჭიჭინაძემ სხდომაზე თქვა, რომ ამგვარი შეთავაზება შეუძლიათ გაუკეთონ იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველზე დარბოდნენ. ჭიჭინაძემ ბრალდებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ის მოგონილია და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას აქვს წარდგენილი, დანაშაულს არ ადასტურებს. ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია სულ უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი არაღია, ვიდრე თავადი არაღი, რაც რო გადის სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშ მოვიხდი გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. სინამდვილეში საკითხი დგას ასე. ძალიან რთული ამას კორექტული პასუხი მოუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს. ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლიათ შეთავაზონ იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველზე დარბოდნენ. მე არავის დასჯა და დაჭერა არ მინდა. რაც შეეხება ბრალდებას, ის არის მოგონილი. ის ვიდეოები, რაც აქვს პროკურატურას ინდივიდუალურად რომ გაგვერდში ამით არანაირი დანაშაული არ დგინდებოდა და მერე მოიგონეს ჯგუფურობა და ამით კიდევ უფრო შეიყვანეს საკუთარი თავის ჩიხში. მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს ნამდვილად არ ვილაპარაკებდი. მე არ ვუარყოფ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს. ჩანს, რომ ამ ქმედებით არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია დღევანდელ დროში გადავამოწმოთ, იმიტომ რომ რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვაროს ან წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს სხვა ბრალდებულებმაც. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ბრალდება მოგონილია, მათ შესაწყალებელი არაფერი სჭირდა ბოდიშსაც არ მოიხდიან. ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი ტერაშვილის თქმით, ბოდიში აქვს მოსახდელი კობახიძეს, პროკურატურას და ყველას, ვინც ისინი უდანაშაულოდ ჩასვა ციხეში. ირაკლი ქერაშვილის თქმით, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ შეწყალების თხოვნით არ მიმართავს. სხვა ბრალდებულებთან ერთად სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლეს ასევე ონისე ცხადაძემ და ჯანო არჩაიამ. შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში. არც ვიცი წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც გუშინ ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეების ცემეს ქუჩაში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს. მინდა მივმართო ეგრეთ წოდებულ მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან. მინდა გაიხსენონ ვის ემსახურებიან, ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ მრევლს, სულიერ შვილებს, ერთი დაფიქრდით, თავად თქვენ შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ, როგორ ცემდნენ ციხეში და 3 წლის ბავშვებს ქუჩაში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა მოიღეთ. რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება. დაკავებულებს ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევას კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.